Ijo chalva idev kargi gzashi bebo aravin moktatsai. Nishki dagets. Shetis ara vargiva da spastrashi gamovadgeli. Kadi. Chamoje shilo. Ai, chan. Oh. Ardale. Cargi mas. Cargati ma shalva che genatsvale. Etva shegalo. Gavarjuba, ხო. Cargi mas. Eurmis tvali mandat. Daji. Dausde ragazzo. Ava dairot. Შემარჯვენად გაუმარჯო სკოლა. Შენი სოფლისინა წამალი მითახა, შენ კი გენაცვალე. იცი. გაგიმარჯოს. აბა, გაგიმარჯოთ. დაჯი. ასე პერიტაკიცალოთ. ჩამოძეთი. არამსალე ხლო მაწავიდე. უინე. რა თაგანენო რა გეჩქარი? საქმეები მაქვს. Samo შემოიარე, გაიგე, ურმის თვალი დაფიქრე. Samo შემოიარე. გამარჯობათ. როგორ გიკითხოთ? ხომ არ ატანდებით? ვერ მეცანით? უინე. ადამიანო. ვერ მეცანი ყოლა პაპა. ვერ გიცანი შვილო. როგორ ვერ იცანი კაცო? ეგ მარგოს ბიჭია. რომელი მარგოს? ეხაშუში რო თხოვრო. შენი დიშვილისა. იცეთი და მოგდა დიშვილო, მოგდა. ინა თხოვობს ხაშუში. მადლობ. გამარჯობა ყოლა პაპა. დადეგენა. მადლობ. აბა ესი კარგად ამენაგე, რამოდენე გაზრდილ ხარ, ა? რა ვიცი, აბა. შედე როგორ არის, ა? გმადლობ, კარგად. წერილი გავამატანა თქვენ. აბა მაიტა. აბატონო. მავნე. წერილს გიგზავნით ჩემი შვილის ხელით. იქნებ რამეში დაეხმარო. შენი მარგო. რით შემიძლია დაგეხმარო. გამოსაჭედი ხო არაფერი გაქვს? არა, პაპა. მე უკვე ისე გამომჭედა ცხოვრებამ, რომ გამოსაჭედი არაფერი აღარ მაქვს. ალიკო. ეს ერთ სამსახურზე, მაგრამ ჯერჯერობით რო ვიშოვე. მოდი ჯერ ვისადილოთ და საქმეზე მერე ვილაპარაკოთ. ვით? მადლობ. აი, რეგე. დიდი მადლობა. აბა, ალიკო ცოცხლეთ. კარგად იყავით. ალიკო. გააყოლე, ნუ ვერიდე. მადლობ. სამერა. აბა, რით შემიძლია დაგეხმარო? თუ ჩემი დახმარება გინდა, ყოლა პაპა. შენ დირექტორს თხოვე, იქნებ რაიმე სამსახური მომწეს. სადა ხო დირექტორი? უბრალოდ კაცი შენ უარს არ გეტყვის. არა ხო დირექტორი. დირექტორი არ გყავს? ახალფასი გადადიღებ. რა ხელფასი შვილო? შენი ხელფასი ხალხმა უკეთ იცის. აბა ეგრე როგორ შეიძლება? მაშინ როგორ არის თქვენთან შრომის ანაზღაურება? რომელ ანაზღაურებაზე ლაპარაკობ შვილო? სოფელში ამდენი საქმეა და მე ანაზღაურებაზე ვიფიქრო.
ეგრე შვილო საქმე წინ ვერ წაიწევს. აბა ეგრე როგორ შეიძლება ყოლა ბაბა. მოდი იცი რა. რას ხონა წავიდე სამუშაოთაზე ბრალად. მე ქალაქში საბუღალტრო კურსები დავამთავრე. დავწევი შენთან ბუღალტრად. მე მგონი შენ მოყოფილი იქნები და მესა. დაჩემ ბიჭი დაგინდა. გაჩუნდი შენ არა იმედი ხება. დავწე. დაჩი, შენ გამოგინახავ საქმე. და ეგრე. ისე მარტო ყოფნა ცოტა მოსაწყენიც კი არის არა? ბიჭო, რამოდენა კაცი გაზრდიხარ რა? რამოდენა? გამარჯობა ხალხო. გამარჯობა. წალსა ნისკარტი მოეღუნა. აი გიგენცო. ეთყობა იცელქმა ბალღმა ქვაზე დაჰკრა, აი. იქნება გამიგეთო რა. ჯერ სუფრა დაგვილოთ, საქმეზე ვერ ვილაპარაკოთ. და გამიმარჯოთ, გაცოცხლოთ, დაგაბეროთ, დაგხოცოთ. იცოცხლე ვანო. არა შეიძლება კარგი. კარგია. ერა მოდერა კაცი გიპოვიო. სტუმარია. არა ვანო, დიშვილია ჩემი. ხაშურიდან ჩამოვიდა, ბუღალტრად იქნები შენთანაო და აკი ბუღალტრობს კიდეცა. მაგის ანგაიშო ჩხაკუნიცაგან, რამის არის ხურთასმერა დავჭარბო. აბა დავედი მე. მოიც არ დახვიდე. აი. უმალდა ერთი შევიდეთ. ქვითარი უნდა გამოვწერო. რა საჭირო? წესია ასეთი. უნდა გაფრთხილდეს. ვანო, წალდისათვის, სამხრობისათვის შემოიერე. გაიგე? ხო. ვარი? ჩემი? მავის? კიბროტაშვილი, ვიდეო. კიბროტაშვილი. ხო. ესეც ასე. რამდენი წვალება სჭირებია კაცო ამ ქვითრის გაფორმებასა. ძლივს არ მოხში შეგალოსო. აბა თქვენ აგეგონათ. სამაგიეროდ აგრიცხვლა მაღალ დონეზეა. ეხლა წაბზონის წარმოებაში და მიიღეთ თქვენი შეკეთებული წალდი. ქვით არის პირველი პირი დაუტოვეთ მჭედელს. მეორე მომიტანეთ მე და გადაიხედეთ 5 მონეტა. როგორ? ეგრე იქნება. არ გაწონდებოდა. არ გაწონდებოდა. იცოცხლე. Кузниц работает с 8 утра до 17 вечера. გამარჯობა კოლა. გააგიმარჯოს. როგორ ახარ? რა მიშა? გაიგე.
გამარჯობა ბანო. გაგიმარჯობა. რა ინდაური ჩამოგიშვია წვილი. რა ხარ ხასიათზე? რა ხასიათზე უნდა გიყო, კაცო? თილის 6 საათიდან გელოდე. ხალხი ხარ უწალდო წეს ვერ წავალდები. გუშინ მე მქონდა მზაკა. მოგითხარი სამხობისას შემოიარენები. სად აიკარგე? სადავიკარგე და ბუღალტერიაში ვიყავი. ქაღალდეს ვაფორმებდი, ქვითარია თუ ჯანდაბა. ბუღალტერმა მამცა ყოლას დაუღეო. აჰა, დაიჭი. აჰა. როგორი? კარგი, ახალი ვითა, აი, ოქროს ხელი გაქვს, სკოლაში მარჯვენას ვენასვალე. აბა მადლობ ეწა. გამარჯობა ყოლებაბა. გაგიმარჯობა შვილო. გამარჯობა. რა ქენი როსტომ ფული მოიტანე? ეს მის თუმარი მოიყვანე. დღეს კი მოვიტანე ფული, მაგრამ ბევრი ბატონებს ძალიან. არ აიძიებ რომ შენი ბუღალტერია. მა მე ის მითხრეს რომ ფული წესითო მოლარემ უნდა მიიღოსო. რატომ? ფინანსური დისციპლინის დარღვევაო. გაიგებს რევიზორი და შარი გახდება მერე. ერა შარია ვიკეხე. კაცო, თავიდან ხომ დამპირდი ყველაფერს მე გავაკეთებ. ახლა რა მოგივიდა რა გაგიჭირდა? ვერ ვასწრებ ყველაფერს ყოლებაბა. ეს ნარიადებიო, ეს ბალანსიო. აი, მეგობარი მოვიყვანე. მოდი მივიღოთ რა მოლარე. საკმაოდ კარგად იცის. ბევრსაც არ თხოვულობს. თორე სამართლოში რო გამიგონ, თუდად დაგუვას ეკეთება. უარი რომ ვიწყრას. რასო ამ ყოლებაბა უარს როგორ იტყვის ჩემი მეგობარი? კარგი შვილო იმუშაოს. აიგე, შენი დედაკაცი მო. როგორ სიგნა? აბა. გამარჯობს, კარგად ვიყოთ. დროზე ადექი. სამართლოში გველოდებიან. მაგათ გველოდებიან. გაგიმარჯობა. აბა მადლობ. არა. მადლობ დედი. კარგად. გამარჯობა. გაუმარჯოს. ხელფასზე მოეცა. ჭედელი კონსტანტინე ვარდუაში. მე ყოლა მქვია. მართალია, მაგრამ საბუთებში კონსტანტინე. რამდენი მეკუთვნის? რამდენი გეკუთვნით და 177 მანეთი და 45 კრედი. ბუღალტრის მაგაც გასუკვირას ბებია კარტა ეცვალა. თითო თომასზე. უშირო კინოფილმი აჩვენეს იმისი 2 მანეთი. საშემოსავლო დაგიკავე და სულხელზე გამოვიდა 128 მანეთი და 85 კაპიტი. ყველაფერი ნამდვილია და სწორია. აი აქ მოაწერე ხელი. აი აქ. აჰა. აქ 128 მანეთია. აიღე და დაითვალე. სწორი იქნება. მოიცა ყოლაბიძია, ხურდა მოგცე. Ai, carghi, allora, Ora similare. გამარჯობათ. გაგიმარჯოს. დირექტორი მქვია. ნათლია ჩემა. ეს სახელი აკვანში დამანათლა.
და ჩემს სახელს არ ვღალატო. ახლათი საქმეზე გადავიდეთ. როგორც ვხედავთ, გასაკეთებელი ამ ხანაგებო, აქ მართლაც რომ ძალიან ბევრია. საწარმოო-მაჩვენებელიც ვერ ასახარბიელო, რაც წარმოადგენს დღეისათვის 103% კოსმოსის ხანაში. დიახ. რატომ არ არის მითითებული შრომის ნაყოფიერების ზრდის კოეფიციენტი? ვერც წარმოების ინტენსიფიკაციის განმაზოგადებელ სქემას ვხედავ. თქვენ ალბათ არც იმას ანიჭებთ მნიშვნელობას, თუ რომელ თითს უფრო მაგრად დააჭერთ ჩაქუჩის დას. თავარია მეცნიერულ საფუძველზე აგებული შრომა. ვერ გავიგეს, შვილო, რას მეკითხებს? თუ რამის გამოჭედვა გინდა, მიბრძანდით ბუღალტერიაში და ქვითარი გააფორმეთ. თქვენ ალბათ ვერ გამიგეთ. ხომ გითხარით თქვენი დირექტორი ვარ მეთქი. იმედი მაქვს ერთად მივშევით. სხვათა შორის გაითვალისწინეთ, არ მეყვარს როცა სამუშაოზე იგვიანებენ, ან პირადი საქმეების მოსაგვარებლად დარბიან, ან ქეიფობენ. მაშ უპურღინოთ კაცმა, ამ მადლიან ქვეყანაზე რა უნდა გააკეთოს, შვილო? როგორც ჩანს, სწორად ვერ გამიგეთ. ქეიფი და დროსტარება მე სამუშაოს დამთავრების შემდეგ ვიცი. ეგეც მჭედლების მოგონილია, შვილო, მაჟა. საგმარისი ელაპარაკი. მე ვატყობ თქვენ კრიტიკას რეალურად ვერ აფასებთ. ერთ საათში, ყველანი შემოვიდნენ ჩემთან კაბინეტში. თათფილი უნდა ჩავატაროთ წარმოების საჭირბოროტო საკითხებზე. სად არის თქვენი კაბინეტი? მართლა კაბინეტი ჯერ არ მაქვს, მაგრამ მალე ავაშენებთ, აქ. ზოგადად. ერთი კაცი კიდე მოგვემატა. ერთი კაცი კიდე მოგვემატა მეთქი. Გამარჯობა. ვაიდა. მე ცენტრალიზებული ესეთ ვარგებს ვესწავლე. ოსტენჩენაი კინა მამდანია და ეს შეიძლება ხელმანძარა. აი მანდა. მანდა ცოტა თამაშა. აი მანდა. აბა, მადლობა. კარგად. აგა. ინაზე თუ არ ვიძუნებ, თვალისთვის უკვე გასაკეთებელი აღარაფერი მექნება. სისულელია. აბა. მაშასე. ეხლა მივდივარ ქალაქში. ნაცნო მეგობრებს მოვინახულებ და სამჭედლოს მედლეულით მოვამარაგებ. აბა, წავედი. ანგარიშები მაქვს დადგენი. საბუთებში წავედი. უამრავი სამუშაო გასაკეთებელი. ეხლა ასეთ წამაში მე დღეს უკან ვეღარ დავბრუნდები, ხოლო თქვენ კი მუშაობა ასეთ ყვინოთ. გაგიმართ. ასემტელი დაგეცა. აბა მე წავედი. დირექტორმა დამავალა ინვენტარი ვიყიდო მისი კაბინეტის მოსაწყობად. 5 საათზე მოვა. თუ 5-ზე არ მოვედი, 6-ზე. თუ 6-ზე არ მოვედი, 7-ზე. თუ 7-ზეც არ მოვედი, 8-ზე. თუ 8-ზე არ მოვედი, აღარ დამედოდი. ხოლა უცებად გნახავ. გამარჯობა, კოლა. გაგიმართ. ამ ჩემ ჯაგლაკსა ნალები შემააცვლა. ქალაქში ვიყავ ბარის საყიდლად. გზაში კიდე 2 ნალი დაკარგა. მიშველე რა.
გოლა, აკეთებ თუ არა. ვერაფერსაც ვერ გავაკეთე. რატომ? იმიტომ. შენა ჩემზე გაბრაზებული ხო არა? გაბრაზებული ვარ, მაგრამ შენზე კი არა. ვერ ამუშავ. ერთი გრამი რკინა არ მაქვს. ნალებს სიტყვა არ გამოგიჭედა. რა ვიცი. Насправді. Не беремо все. Халхи на все. გამარჯობა. დირექტორი მინდოდა. ზერგიშვილი ვერაფერს. რატომ? საქმეა. საწარმოო პროცესების გაუმჯობესების საკითხი. მაშინ გადაეცი რომ კირა გამითავდა და ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთე. მოიწვი, გადა. ეცი. ძვირფასო ამხანაგებ. საქმე ვერ აქვს ფლად კარგ. უფრო სწორად შეფერხება გვაქვს ლითონს. თლად გადავახდე, მაგრამ ვერაფერი მიშო. თუმცა არის აქედან გამოსავალი. ჩვენ ჭედელ ყოლას ავს მეგობარი გლეხი. ვანუა სახლის დირეს, ფონია გადებული რკინისზე. სულ ჩაგვიდგამდა ახლა ის კი. მაგრამ ჩვენ რომ ვანუას ვარს გვეტყვის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხლად კარგი წარმოდგენის ვერ უნდა იყოს ჩვენს. ამიტომ საჭიროა დავავალოთ ჭედელ ყოლას, მივიდეს ვანუასთან და გამოართვას ვერსის ნაჭერი. ვანუა ყოლას ვარ არ ეტყვის. ჭედელ ყოლას დამიძახეთ. გამარჯობა. გაიგიმაშს. მოდი. ბუღალტერი ხომ არ რჩები?
ბუღალტერი. ჩავშაღარ ჯავანებებს. რა გინდა ჩემგან?